მოგესალმებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების საცავიდან. მე ესმა მანია გახლავართ. ამ საცავის მცველი. დღეს ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელსაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე შეიძლება ეწოდოს მოღვაწე. ამ უბრალო ჩალისფერ საქაღალდეებში ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივია მოთავსებული. ექვთიმე თაყაიშვილი თელმა საზოგადოებამ იცის კონსტანტინე გამსახურდიას მიერ შერქმეული სახელით საქართველოს მეჭურჭლე თუხუცესი, მაგრამ რა მიიყვანა ის ამ წოდებამდე, როგორ გახდა ის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული განძის მცველი, სწორედ ამ საექსპედიციო პერიოდს უკავშირდება. ექვთიმე ეს პატარა გურული ბიჭი გიმნაზიაში დაუკავშირდა დიმიტრი ბაქრაძეს და მან პირველმა აგრძნობინა მას ექსპედიციების გემო, ვნება, ხიბლი, ის ფანტასტიკური ნებით აენთო როგორც ამბობს და რაღაც მისწრაფება გაუჩნდა ამ ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისადმი. ის ყველგან დაეძებდა თუ სადმე ეგულებოდა ქართულ ხელნაწერებს, ჯვარ-ხატებს, აღწერდა ეკლესია მონასტრებს, ამბობდა რომ თუ ახლა დროზე სასწრაფოდ არ მივხედეთ ამ მასალას, რაც დრო გადის, მით უფრო გართულდება ამ მასალის სისტემატიზაცია და თავმოყრა. ამის გამო მან აგენტები გაიჩინა საქართველოს არაერთ კუთხეში და ყველას დაავალა, რა ფასათაც არ უნდა დაჯდომოდათ, ინფორმაცია, ცნობა მაინც მიეწოდებინათ მისთვის. ასეთი ნათქვამიც კი აქვს, დაწყევლილი მყავდა ყველა ის ქართველი, ვინც მასალას ნახავდა და ჩემთან შეთანხმების გარეშე ხელიდან გაუშვებდაო. რა თქმა უნდა, მის ირგვლივ მაშინ როგორც თვითონ ამბობს, არსებობდა ინტელიგენცია საკმაოდ ესეთი მოწიფული ინტელიგენცია, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის კვლევით არ იყვნენ დაინტერესებული. ეს თავისი ფანტასტიკური გზნება და ვნება მალე მოსტო არაერთ ადამიანს. ექვთიმემ მოაწყო თავისი ექსპედიციები 1900-იანი წლებიდან ის ინტენსიურად დადის საქართველოს არაერთ კუთხეში, სამეგრელოში, რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში, ქართლში მოგზაურობს. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მისი 3 ექსპედიცია თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების აღსაწერად და შესასწავლად. ექსპედიციებში მან მოუხმო პერსპექტიულ ქართველ ახალგაზრდებს, შემდგომში ძალიან ცნობილ მხატვრებს, ლადო გუდიაშვილს, ილიას დანევიჩს, დიმიტრი შევარდნაძეს, დიმიტრი ერმაკოვიც ყავდა თავის ერთ-ერთ 1917 წლის ექსპედიციაში, ყავდა ალექსანდრე მამუჩაშვილი, სიმონ კლდიაშვილი, ანატოლი კალგინი, ძალიან ცნობილი არქიტექტორი. ექსპედიციის თითოეულ მონაწილეს თავისი საქმე ჰქონდა. გადმოჰქონდათ ეკლესიების გეგმები, აწარმოებდნენ აზომვებს, იღებდნენ ფოტოებს. ჩვენთან შემორჩენილია რამდენიმე ფოტო, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი თვითონ მუშაობის პროცესშია და ადგილობრივებს ესაუბრება. ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის მასალებში შემორჩენილია ლადო გუდიაშვილის ხელით გადმოღებული ნაბახტევის ტაძრიდან წმინდა გიორგის ფრესკა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასლია, ლადო გუდიაშვილის ხელი და ხელწერა შესანიშნავად ეტყობა ამ ფრესკას. იმ მასალიდან, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი ექსპედიციის დროს გადაიღო და აღწერა, ძალიან ბევრი ძეგლი დღეს შემორჩენილი არ არის. შესაბამისად, გარდა იმ მეცნიერული წიაღსრულებისა, რითაც ღირებულია ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის მასალები, ჩვენ ეს მასალები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც წყარო იმ კულტურული ლანდშაფტების საკვლევად, რომლებიც უკვე გადაგვარებულია, შეცვლილია ან საერთოდ არ არსებობს. აი მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ასეთი ეკლესია ზეგანის და წყაროსთავის ეკლესიები, რომლებიც მთელი თავისი არქიტექტურული სრულყოფილებით არსებობდა 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობის დროს და დღეს უკვე ერთის ადგილას მეჩეთია აშენებული, მეორე მხოლოდ ქვების გროვაღაა შემორჩენილი. ვაჩეძორის მონასტრის მიმოხილვის დროს ექვთიმემ შემთხვევით გაიგო, რომ ადგილობრივ მონადირეს ერთ-ერთ გამოქვაბულში უპოვია რაღაც ბიბლიოთეკა. რა თქმა უნდა, დაინტერესდა ამ საკითხით და გაიგო, რომ ამ ბიბლიოთეკაში დაცული მასალა გადაუტანიათ არსის ადმინისტრაციაში. მისულა ექვთიმე ყარში უნახავთ ეს მასალები. რა თქმა უნდა, უკან არ გამოუტანებიათ, მაგრამ მოუხერხებიათ და ფოტოები გადაუღია. და რა აღმოჩნდა ამ ფოტოებზე? მე-14 საუკუნის ისტორიული საბუთები, მათ შორის 2 გვერდი პალიმსესტური. ძალიან მნიშვნელოვანი რამ გადაარჩინა. ასეთი არაერთი რამ გადაურჩენია ექვთიმე თაყაიშვილს.
ყველა გზით, ყველა საშუალებით ცდილობდა ექვთიმე მოეზრი და მოეპოვებინა ეს მასალა. თუ კი ამის მატერიალური სახსრები არ ჰქონდა, სხვა საშუალებებსაც მიმართავდა. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ დავით სარაჯიშვილისთვის უთხოვია ვეფხისტყაოსნის ცნობილი ხელნაწერი, რა კი გაუგია, რომ ის ბარონდებაისთვის აპირებდა მის გადაცემას. ბარონდებაი ცნობილი ფრანგი, ეთნოლოგი და ისტორიკოსი იყო, საქართველოს ძალიან უყვარდა და ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. დავით სარაჯიშვილისთვის უკანასკნელი მფლობელისთვის ამ ხელნაწერისა, იმიტომ რომ ხელნაწერს არაერთი მფლობელი ყავდა და დიდი ისტორია აქვს გამოვლილი, უთხოვია მხოლოდ აღსაწერად. რამდენიმე დღის შემდეგ პერიოდულ გამოცემაში მფლობელები ნახულობდნენ ტექსტს, რომ ამ და ამ მეცენატმა, საზოგადო საქმის დიდმა გულშემატკივარმა ქვეყანას შემოსწირა ხელნაწერი და მადლობას უხდიდა ამისთვის. ასე შემორჩა ჩვენ სიძველეთ საცავის ფონდს ეს ვეფხისტყაოსანი. ექვთიმე თაყაიშვილს ქართლში ერთ-ერთი ექსპედიციისას უპოვია ხელნაწერი ხელმწიფის კარის გარიგება. ძალიან ყოფით მდაბიო პირობებში ქალბატონის ნაგვის ასაღებად იყენებდა თურმედ. არადა ეს გახდათ ქართული სამართლის ძეგლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერი, რომელიც ასახავდა ხელმწიფის კარის პროტოკოლს მაშინდელს. ექვთიმე თაყაიშვილი კარგად ხვდებოდა, რომ უსისტემო მუშაობა ამ დარგში არ ივარგებდა და სწორედ ამ საჭიროებისთვის მან შექმნა საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოება. საზოგადოების ხდომათა ოქმები ხელმოწერილია ისეთი ადამიანების მიერ, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ილია აბულაძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი. ივანე ჯავახიშვილი მოგვიანებით მოუწვევია ექვთიმეს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების ხელმძღვანელად. მე ვხედავ თქვენს მიმართულებას, თქვენი კვლევის სწორ ვექტორებს და არ მინდა თქვენ რუსეთში დარჩეთო. თქვენ თუ ჩამობრძანდებით, მე თავმჯდომარეობას თქვენ გადმოგაბარებთ და მე თქვენს მდივნობას ვიკისრებო. სხვათა შორის ექვთიმე თაყაიშვილს, როცა უკვე ის ემიგრაციაშია, გადაღლილია ყველაფრით, მძიმე ცხოვრება აქვს, ასეთი რამ მიუწერია იროდიონ სონღულაშვილისთვის. ვერაფრით ისე ვერ გამახარებდი ჩემო ილო, როგორც იმ ცნობით, რომ ივანე ჯავახიშვილი მართლაც ჩამოსულა საქართველოში და მართლაც ჩასდგომია სათავეში საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებასო. სწორედ ამგვარმა მუშაობამ, ამგვარმა თავგადაკლულმა, დაბეჯითებულმა, გულმოდგინე მუშაობამ, მის ირგვლივ ყოფი ყველა პერსპექტიული ადამიანის ჩართვა ამ წრეში განაპირობა ის თავდადება, ის ცხოვრება, ის ძალისხმევა, ის არჩევანი, რომელიც შემდეგ მან ემიგრაციაში გამოავლინა. სამეცნიერო და კვლევით საქმეში სრული ჩართვის პარალელურად შედარებით მინავლებული, შედარებით ინდიფერენტული იყო მისი პირადი ცხოვრება. ექვთიმეს არ ყოლია მეუღლე მოწიფულ ასაკამდე. ილია ჭავჭავაძეს და ოლღა გურამიშვილს მისთვის გაუცნიათ ივანე პოლტარაცკის ქალიშვილი ნინო პოლტარაცკაია. თავდაპირველად ექვთიმეს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია ამ საქმის მიმართ. ნინოს კი თავდავიწყებით შეყვარებია ექვთიმე. იქ დადიოდა, სადაც ექვთიმე შესაძლოა ყოფილიყო, უგზავნიდა წერილებს, ეუბნებოდა, რომ იქ მეგულებოდი და არ დამხვდი. დღეს მომწერე, დღეს საღამოს სად შეიძლება გნახო, რომ მეც იქ მოვიდე და თვალი მოგკრა. ეს ქორწინება შემდგარა. თავდავიწყებით შეყვარებია ექვთიმესაც ნინო, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე რთული დღეების თანამგზავრი გახდათ. იმ დღეს მთაწმინდაზე, სახლში, სადაც ნინო და ექვთიმე ცხოვრობდნენ, აულაგებელი დარჩენილა სადილი და თოკზე ჯერ კიდევ გაფენილი სარეცხი ფრიალებდა. ასე დაუტოვებიათ სახლი ნინოს და ექვთიმეს და ქართული სახელმწიფოს მოთხოვნით ისინი ემიგრაციაში გაემგზავრნენ. 1921 წლის თებერვლიდან საქართველოში სრულად იცვლება მდგომარეობა. ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო ქართული ლეგაციის წევრებთან ერთად მიემგზავრებიან უცხოეთში. მათ თან მიაქვთ მთელი ქართული საგანძური, არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება, არამედ კერძო კოლექციის მასალაც. 259 ყუთი, 12 ტომარა და 1 კალათა, როგორც აღწერს ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმეს არაერთხელ აღუწერია მის ხელში არსებული განძი ქართულ, ფრანგულ, რუსულ ენებზე. ყველანაირად ცდილობდა, რომ მისი ხელიდან არ წასულიყო ეს მასალა, სხვა მფლობელი მას არ გასჩენოდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მაცდური წინადადება წაუყენებიათ მისთვის, ისეთიც კი, რომელიც უშუალოდ განძს არ ეხებოდა, ვთქვათ,
კატალოგების გამოცემა, ფოტოგრაფიული პირების გამოცემა, მან თავს უფლება არ მისცა, გაეხსნა ეს საგანძური და გადაღების უფლება მიეცა თუნდაც ფილადელფიის წარმომადგენლებისთვის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენების კომპონენტად არ აქცია ეს მასალა. ექვთიმე თაყაიშვილის ამ არქივში ინახება გაზეთ კომუნისტის 1931 წლის ნომერი, რომლის თლიან გაშლილ გვერდზე მოთავსებულია ასეთი სტატია: მენშევიკებმა გაძარცვეს საქართველო და იქ არის დატანილი არასრული სია იმ სამუზეუმო ექსპონატებისა, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა გაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ ბრალდებებს წლების განმავლობაში ინახავდა თავის პირად არქივში და არც ერთი საყვედურიანი სიტყვა, არც ერთი იმედგაცრუების გამომხატველი სიტყვა არ მიუწერია არც ამ გაზეთისთვის და არც სხვა ჩანაწერებისთვის, რომლებიც მას ჰქონდა. როგორ უკავშირდებოდა ის ქართულ საზოგადოებას და ქართულ სინამდვილეს? ამისთვის მას ჰყავდა განსაკუთრებით ორად-ორი ადამიანი. ეს იყო იროდიონ სონღულაშვილი, მუზეუმის თანამშრომელი და ნიკო მარი. ნიკო მართან მას ადრეული მეგობრობა აკავშირებდა. 100-მდე წერილში, რომლებიც იროდიონ სონღულაშვილის ადრესატის არქივში ინახება, ყველაზე მეტია უყოლობა უქონლობის ამსახველი ფორმები: უსამშობლოდ, უსახსროდ, უადამიანოდ, უწიგნოდ, უმასალოდ და ბოლოს ყველაზე სამწუხარო ფრაზა უნინოოდ. წერილები, რომლებიც ნინოს ავადმყოფობას და მის გარდაცვალებას დეტალურად ასახავს, ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და ფაქიზი ავტოპორტრეტია ექვთიმე თაყაიშვილისა. იროდიონ სონღულაშვილს დეტალურად აღუწერა ნინოს გარდაცვალების ამბები. უცხა რომ 2 დღის წინ როგორ დაიბარა ექვთიმე იმ შიშით, რომ ვაი თუ დედაჩემივით მეც მალე გონება დავკარგო და სათქმელი ვერ გითხრაო, მომესიყვარულაო, დამატკბოო, ყველაფრისთვის მადლობა მითხრაო, მე ვერ გაუძელი, თვალი ამიცრემლიან და დამითხრაო, მე შენ ძლიერი კაცი მეგონე და თვალცრემლიანს როგორ გხედავო, მეც ვუთხარიო ჩემი ამაგი და მადლობა გადაუხადე იმ სამსახურისთვის, რაც მან ჩემთვის გაწია და რისი ატანაც მას ჩემთვის მოუწიაო. თურმე თან ქონია წამოღებული ჯვრის წერის სანთლები და დამხმარე ქალისთვის უთხოვია უკანასკნელ წუთას ეს სანთლები დაენთო. სხვათა შორის ნინოს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმეს ძალიან გაუჭირდა. მანამდე ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ერთად ეზიდებოდნენ ამ სიმძიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ნინო თვითონ ძალიან დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაინც ცდილობდა რამენაირად ექვთიმესთვის შეემსუბუქებინა მატერიალური ყოფა და თავს არ ზოგავდა ამისთვის, რომ მის მეუღლეს მისცემოდა მისთვის სასურველი ინტერესების დაკმაყოფილების მეცნიერული მუშაობის შესაძლებლობა. ის ყოველ საღამოს პარიზის სინემაში თურმე უკრავდა და პიესებს 30-ზე მეტ პიესას ასრულებდა. იროდიონ სონღულაშვილთან წერილში გაკვირვებასაც კი გამოხატავს ექვთიმე, როგორ ახსოვსო ამდენი პიესა ერთად, ან რა ძალის ხმევა აქვს ასეთი, რომ ამდენი იმუშაოს და მე რამენაირად შემიმსუბუქოს მოვალეობა და ტვირთიო. ექვთიმე ლექციების წაკითხვით ირჩენდა თავს, მან თავიდანვე მოიხვეჭა დიდი სახელი, გააერთიანეს ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად, იყო სააზიო საზოგადოებისა და არაერთი სამეცნიერო წრის წარმომადგენელი, ძალიან დაფასებული ადამიანი. ამ პერიოდში მან შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი, რომლის არაერთი ტომი ინახება მის პირად არქივში. იროდიონ სონღულაშვილი იყო ძალიან მრავალფეროვანი მიმოწერის ადრესატიც. ექვთიმე მას ყველა წერილში სთხოვდა წიგნების გამოცემას. არაფერს ისე არ გთხოვ, როგორც წიგნს და ახალ გამოცემებსო. შენ მეუბნები, რომ მიგზავნი ამანათს ჩურჩხელებით, ჭადის ფქვილით. მე კი ვისურვებდი, რომ იმ ამანათში მხოლოდ წიგნები ყოფილიყო. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა პარიზში გამოეცა თავისი ექსპედიციის მასალები. პარიზში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება მხოლოდ თავის გატანა კი არ არის, არამედ ის ინტენსიურ და სრულყოფილ სამეცნიერო კვლევა-ძიებას განაგრძობს. ის ასევე ეძებს მასალებს, არა მხოლოდ ქართული, არამედ ზოგადად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იძენს და ამდიდრებს იმ საგანძურს, რომელიც მის ხელშია. 1934 წელს თებერვლის თვეში 13 დღის განმავლობაში და მარტის თვეში 6 დღის განმავლობაში მას სადილი საერთოდ არ ქონია.
როგორც ჩანს, რამდენიმე დღე მხოლოდ რძით და პურით იკვებებოდა. პურის ტიკეტები, კუპონები ქონდა და რძეს კი ინახავდა იმ დღეებისთვის, როდესაც სადილი არ ექნებოდა. სხვათა შორის არსებობს 1951 წლის წერილი მისი, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის, ვალოდია და ნამეტია გოგოაძეებისადმი, სადაც ამ ოჯახს თხოვს მათი ულუფიდან ერთი სადილი გაუგზავნონ და პირდება სამაგიეროდ, რომ ყველა კუპონის მათთვის გადაცემას პურის კუპონის გარდა. მისთვის სირთულეა გადაადგილებაც და ამ წერილში სადილის გარდა იმასაც თხოვს, რომ იქნება ვინმე იყოს, ვინც ამ სადილს სახლში მომიტანსო. თუმცა წერილს ახლავს მინაწერი, რომ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ქონია. არადა სწორედ ეს ის ოჯახია, რომლის წევრებიც ექვთიმეს ლევილში არ ყოფნის დროს ნინოს საფლავს უვლიდნენ, რთავდნენ ყვავილებით და დეტალურად აღუწერდნენ, რომელი ყვავილი რა დროს აყვავდებოდა. ექვთიმეს უგზავნიდნენ ბოსტნეულისა და ქინძის თესლებს, რომ რამენაირად თავის გატანა შეძლებოდათ. ემიგრაციაში ყოფნისას ექვთიმე თაყაიშვილისთვის შეუთავაზებიათ მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს გადახდა. ექვთიმე ძალიან გაუკვირვებია ამ შემოთავაზებას და უთქვამს, ჯერ ეს ერთი ასეთი რა დამიმსახურებიაო და მეორეც ემიგრაციაში იუბილეს გადახდა არაფრით ეგებისო. თუკი სადმე რამე სახსარი არსებობს, ისევ ქართული ხელნაწერების და კვლევების გამოცემას მოვახმაროთო. 1945 წლის გაზაფხულზე დიდი ცდის, წვალების, საბჭოთა მთავრობასთან მოლაპარაკებების, არაერთი წერილის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილს მისცეს უფლება განძის საქართველოში ჩამოტანისა. ცნობილი ფაქტია, როგორ დამწუხრებული ასულა ის აეროპორტში. უფიქრიათ, იქნებ ნინოს საფლავის დატოვება უჭირს, ან რამე ისეთია, რაც მას ამწუხრებსო. მიზეზი რომ უკითხავთ, უთქვამს, რომ წარდგა მშიერი და არა შიშველიო. მას საქართველოდან წაღებული ერთადერთი პიჯაკი იმდენად შელახული ქონია, რომ სწორედ ეს ეთაკილებოდა და ეს იყო მისი მოწყენის მიზეზი. კაიროსში შეუკერიათ მისთვის პიჯაკი და ახალი პიჯაკი ჩამოფრენილა საქართველოში. ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოში ჩამოფრენილ ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც მაშინ 83 წლის იყო, აკაკი წერეთლის ფრაზები უთქვამს, "ცაფიროს ხმელი ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო. აჰა, 83 წლის მოხუცი ვარ და აღვასრულე ჩემი მოვალეობაო." ექვთიმე პირველ დღეებში სასტუმრო თბილისში განუთავსებიათ. თურმე ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობდა. ისიც გახარებული იყო, არელოდა ასეთ დახვედრას და ძალიან მოწონებია განახლებული თბილისი. მეორე დღეს უნივერსიტეტში წაუყვანიათ, იქ აღუდგენიათ, მიუციათ ლექციები, დაუწყებინებიათ მუშაობა. ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ექვთიმე ხელახლა მიუბრუნდა თავის სამეცნიერო მოღვაწეობას, გამოსცა თავისი ნაშრომები, იყო არაერთი მკვლევრის და მეცნიერის რეცენზენტი, დაუბრუნდა ლექციებს. 50-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა დამოკიდებულება ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ. ის უცებ უინტერესო გახდა, მის მიმართ გულგრილი გახდა მთელი საბჭოთა ნომენკლატურა. არაერთხელ წაუყვანიათ დაკითხვაზე. არსებობს ერთი ასეთი ცნობაც, რომ ერთი დაკითხვიდან ის უკან საკაცით დაუბრუნებიათ. ამის შემდეგ ექვთიმე სახლიდან არ გასულა. ის ცხოვრობდა ვაშლოვანის 6 ნომერში, 23 კვადრატულ მეტრიან ოთახში. მასთან მომსვლელ ყველა ადამიანს უნდა გამოევლო დიასახლისის 10 კვადრატულიანი ოთახი. ეს მას დისკომფორტს უქმნიდა, დიდად აწუხებდა სხვისი შეწუხება. კანდიდ ჩარკვიანთან მიწერილ წერილში, სადაც ის ბინის გაფართოებას ითხოვს, მხოლოდ 3 კვადრატით. მეტით არა, აღწერს, რომ ის ოთახიო, სადაც მე ვცხოვრობ, არის ჩემი ბიბლიოთეკაც, კაბინეტიც და საძინებელი ოთახიცო. ამ 23 კვადრატულ ოთახს აქვს ერთი ფანჯარა, რომლიდანაც შემოსული ნაკლული მზის სხივი ჩემ ჯანმრთელობას ვერ აკმაყოფილებს, მას აწუხებდა ფილტვები. კანდიდ ჩარკვიანთან მიწერილ წერილში ერთი უცნაური სათხოვარია, მას უნდა ბინა გადაცვალოს 26 კვადრატიან სხვის ბინაში, იქვე იმავე შენობაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იმ მეორე ბინას აივანიც აქვს.
გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ის შალვა ამირანაშვილს თხოვდა ვაშლოვანის 6 ნომერში დიდი სატვირთო მანქანა გამოეგზავნათ, რომ ამით გადაეტანათ ექვთიმეს ბიბლიოთეკა, მისი პირადი ნივთები, მისი ხელნაწერები აკადემიაში. ის გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მაშინაც კი ზრუნავდა თავის ნივთებზე, თავის დანატოვარზე და ნაღვაწზე. ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში გულის დამბლით გარდაიცვალა. მის გასვენებას მხოლოდ და მხოლოდ 48 ადამიანი დასწრებია. ჯერ ვაკის სასაფლაოზე დაუკრძალავთ. წლების შემდეგ დიდუბის პანთეონში გადაასვენეს და ბოლოს კი მთაწმინდის პანთეონში დაიდო ბინა. მის რეაბილიტაცია ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ასე დროის გასვლის პარალელურად ხდებოდა. ერთგან ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუწერია, ქართველებმა ცოცხლის დაფასება არ ვიცით, თორემ მიცვალებულის დაფასებაში ბადალი არ აგვყავსო. ექვთიმეს დაფასებას წლები დაჭირდა, თაობები დაჭირდა, მაგრამ დღეს ის ღვთისკაცია. მისი პირადი არქივი ყველაზე ინტენსიური მიმოქცევისაა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ეს ნიშნავს, რომ ექვთიმე თაყაიშვილი არა მხოლოდ უყვართ, არამედ იციან და იკვლევენ კიდევაც.